ისტორიული ტირანების შემდეგ თანამედროვეობის ყველაზე დახურულ ლოკაციაზე გადავედით, მეკითხებით, რას ვფიქრობ კიმ ჩენ ინზე. თუ საკითხს პოლიტიკური ანთროპოლოგიის ჭკილში შევხედავთ, კიმ ჩენ ინი არის პოლიტიკური აბსურდის თეატრის ის რეჟისორი, რომელმაც 21 საუკუნეში ფეოდალური მონარქია და ტოტალიტარული დოქტრინა იდეალურად შეაჯამა. მისი მართვის სტილი მარტივია. ეს არის ოჯახური ბიზნესი, სადაც მმართველობის აქციები მემკვიდრეობით გადადის, ხოლო ქვეყნის მთელი ეკონომიკური რესურსი ბირთვულ ქობინებშია ინვესტირებული. ამ ფიგურის მთავარი პარადოქსი მის საკომუნიკაციო სტრატეგიაშია. კაცი, რომელიც მუდმივად ემუქრება მსოფლიოს არმაგედონით, რეალურად საკუთარ მოსახლეობას სრულ იზოლაციაში ინახავს. ეს არის ბიუროკრატიული კულტი, სადაც ლიდერის პერსონა ისეთივე საკრალულია, როგორც შუა საუკუნეებში, თუმცა მექანიზმები მაქსიმალურად თანამედროვე და სასტიკი. მოკლედ, ყველაზე არაეფექტური გეოპოლიტიკური მენეჯმენტი, სადაც ერთადერთი მიღწევა ქვეყნის დახურულ სივრცეთ გადაქცევა და შიშის ჰიპერბოლიზებაა. საინტერესოა, თქვენი აზრით, შესაძლებელია თუ არა საერთოდ ასეთი დახურული სისტემების მოდერნიზაცია, თუ ისინი ისტორიულად მხოლოდ კრახისთვის არიან განწირული?